საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ეთერშია გაცემა დიალოგები მე თამარ ჩიქვევანი ვარ დღეს გაზეთების უმრავლესობამ დაბეჭდა იმ პეტიციის ტექსტი რომლის ავტორებიც საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან ერთად გაცემის მეორე ნახევარში მანამდე კი გაცემის პირველი ნახევრის სტუმარია ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი გუბა სანიკიძე გუბა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის მე წარმომიდგენია დღეს თქვენზე როგორ დიდი მოთხოვნილებაა და მიხარი რომ პირველი სტუმარი ზუსტად ჩვენთან ხართ თუმცა მანამდე დღეს თქვენ საკმაოდ საინტერესო პრესკონფერენცია გქონდათ პრაიმ ტაიმში მე წავიკითხე გარკვეული ფრაზები იმ განცხადებებიდან რომელიც თქვენი გააკეთეთ სანამ შიდა პოლიტიკაზე ვისაუბრებთ ძალიან მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელთან ერთად იმ საფრთხის შესახებ რომელიც თქვენი აზრით არ არის გამორიცხული შეექმნა საქართველოს თუ მართლაც ირანის ირგვლივ საომარი მოქმედებები დაიწყო თქვენი პროგნოზით არ არის გამორიცხული ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს დაიპყროს მოგესალმებით მადლობა რომ მომიწვიეთ ეს საფრთხე არსებობს მე არ ვამბობ რომ ეს აუცილებლად ასე განვითარდება მაგრამ ეს არ არის თეორიული საფრთხე ახლა ბევრი მიდის საუბარი ამ თემაზე მე ვთვლი რომ მაინც არასაკმარისად ანალიზი არ კეთდება ნაკლებად მე არ ვთვლი რომ ირანიდან გვემუქრებოდეს ჩვენ რაიმე საფრთხე ეს საფრთხე არის ისევ და ისევ რუსეთისგან იმიტომ რომ მოგეხსენებათ სომხეთში არის გიუმრის სამხედრო ბაზა რომელიც მარაგდება ირანული პორტებიდან ტექნიკით და შეიარაღებით ამუნიცია გამოდის ჩვენ ტერიტორიაზე მაგრამ არა საბრძოლო ამუნიცია და თუ ირანთან დაკავშირებით ან ბლოკადა დაიწყო ირანული პორტების ან სხვა სახის თქვათ ირანის საწინააღმდეგო ქმედებები რა თქმა უნდა გიუმრის სამხედრო ბაზა იქცევა ბლოკადაში გიუმრის სამხედრო ბაზა არის მთავარი არგუმენტი რუსეთის გავლენისა ამიერკავკასიაში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ კავკასიაში. აქ კიდევ სხვა საშიშროებები არის ძალიან სერიოზული და მრავალწახნაგოვანი და მრავალკვანძოვანი გეოსტრატეგიული ინტერესები არის გადახლართული ჩვენს რეგიონში, რომელმაც შეიძლება წაახალისოს რუსეთი რომ ირანთან კავშირი დაამყაროს და სომხეთთან მერე ირანთან კავშირი დაამყაროს, ამიტომ გეოგრაფიულად თუ ჩაუღრმავდებით ამ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველოს დაკავება შეეცდება რუსეთის სახელმწიფო. აქ შემოდის ერთი ძალიან სერიოზული საკითხი, ჩვენ რა ვშვებით ამ დროს, ხო, ასე უყურებთ ამაში, მივჩერები ვართ. თქვათ ისევ რაღაცების იმედზე ვართ თუ რაღაცა უნდა გავაკეთოთ ისეთი რომელმაც შეიძლება შეამციროს მაინც თუ ვერ შეაჩერებს შეანელოს მაინც ხო მე პირადად ამ შემთხვევაში ეროვნული ფორუმის პოზიციას ვაფიქსირებ რომ ის რაც მოხდა 2008 წელს როცა ოპოზიციამ ფაქტიურად გადავაბარეთ ყველაფერი ნაცმოძრაობას და ომის დროს და ომის შემდეგაც კარგი პერიოდის განმავლობაში უპასუხისმგებლო ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გადაუღალეთ ამის გამეორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მით უმეტეს ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს როცა ომის დღეებში არც ერთი ხელისუფალი არც ერთ სახელმწიფო მოხელე თავის ფუნქციას არ ასრულებდა კარგად გვახსოვს ჩვენ ის სამწუხარო დღეები როცა ვიხილეთ შეშინებული პრეზიდენტი, ვიხილეთ საზღვრებს მიმწყდარი დედაწულიანად ნაცმოძრაობა და ქვეყანა იყო ღვთისანაბარად მიტოვებული. ასე რომ მე დღეს ეს იმიტომ ვახსენე, შეკითხვა იყო, რომ რა შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკური კონფიგურაცია გადაისინჯოს რადიკალურად ქვეყანაში. მე ეს ვიგულისხმე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ქვეყნის მესამე ოკუპაცია მოხდა მაშინ ჩვენ როგორც სუბიექტი ქართული საზოგადოება მათ შორის პოლიტიკური პარტიებიც და ასე შემდეგ მაშინ ჩვენ დაგვჭირდება დიდი ქართული შეთანხმება დაგვჭირდება და ჩვენ უნდა ვიქცეთ სუბიექტი რომ ასე გავლა-გამოვლაზე არ იყოს დერეფანებით არ იყოს ჩვენი ქვეყანა
ნაცების იმედზე ჩვენ ვერ ვიქნებით ნამდვილად. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დღევანდელი ხელისუფლებას გულისხმობ ბუნებრივია მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტი მისთვის არის დასავლეთი და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ყოველ შემთხვევაში ასე ცხადდება ხოლმე რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ლიდერმაც პირდაპირ თქვა, რომ ის ელის ქვეყანაში ღია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. გავიხსენებ Washington Post-ის ბოლო სარედაქციო წერილს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილმა გზა უნდა დაუთმოს სხვა ლიდერს და ის ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს. თუ დარჩება, ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემები შეიქმნება. რა მესმის რომ თქვენ ალბათ ოპტიმიზმი, თქვენ საერთოდ ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი ვცანდებით, რაც პოლიტიკოსისთვის კარგი ნიშანია. როგორ ფიქრობთ, რამდენად ჯერ ერთი ხელისუფლება მიხვდა რა უთხრეს მას და რამდენად მზად არის ეს შეასრულოს, იმიტომ რომ მე ისევ რახან თქვენ 2008 წელი ახსენეთ აგვისტოს მოვლენები. შემდეგში უკვე როდესაც თქვათ კონდოლიზა რაისის მოგონებები გამოქვეყნდა, როდესაც გამოძიება ჩატარდა კონგრესში მოსმენები იყო. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ვეუბნებოდით პროვოკაციას არ აყოლოდა ქართული მხარე, ომი არ დაეწყო. მათ ეს სხვანაირად გაიგეს. ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ის, რაც მას უთხრა ვაშინგტონმა, ისევ სხვანაირად გაიგოს? მე მოგახსენებთ, რომ ამერიკელების გზავნილი აბსოლუტურად ცხადია, განსაკუთრებით Washington Post-ის სტატიის შემდეგ, მაგრამ აქ მაინც საკითხი დგას ასე, ეს მაინც ჩვენ გადასაწყვეტ. ბუნებრივია. გაბედავს თუ არა სააკაშვილი გააყალბოს არჩევნები, გაბედავს თუ არა სააკაშვილი დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის მაინც ჩვენი გასარკვევი. მე ძალიან ბევრი საუბრები მიდიოდა ამ დღეების განმავლობაში, ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილის ვიზიტის შემდეგ. ცოტა პრიმიტიული სახეც მიიღო ამან, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა ობამამ, ოპოზიციის მხრიდან რომ არა პირიქით. მან გააკეთა ის განცხადება, რაც უნდა გაეკეთებინა. მან სააკაშვილს უთხრა დემოკრატიული რეფორმები, რომელიც შენ დაიწყო ბიძიკო, უნდა მიიყვანო ბოლომდე და წესიერი არჩევნები უნდა ჩაატარო. ეს არის გადმობარებული ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზე. ეს ჩვენთვის არის მესიჯი და არა სააკაშვილისთვის. თუ მიკნავლებული ვიქნებით ჩვენ და ხმას არ ამოვიღებთ და იმის იმედზე ვიქნებთ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება, იმიტომ რომ ფაქტორს უწევენ ისინი ყოველთვის ანგარიშს. ხო? ვითარება ახლა უკეთესი არის. იმიტომ რომ რატომ ორი, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ ორი ვადა მან უკვე მოიხადა. ისინი თვლიან, რომ გესმით ხო, პუტინის საკითხი ძალიან სერიოზულად დგას დასავლეთისთვის. მას პირდაპირ უთხრეს, ან ვაშინგტონი იქნება, ან პუტინი. ეს არის არჩევანია გასაკეთებელი. მე გეტყვით, სააკაშვილი როგორ მოიქცევა. სააკაშვილი ამ განცხადების გამო არ მოიქცევა ისე, როგორც აპირებს მოქცევას. სააკაშვილი მოიქცევა ისე, როგორც მოიქცევთ ჩვენ. ჩვენ თუ მას პრინციპულად დაუპირისპირდებით, თუ საარჩევნო კამპანიას ზოგადად ოპოზიცია წარმატებით ჩაატარებს, აქ ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ურთიერთდაპირისპირება ოპოზიციაში უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდად მოქმედებს და ხელისუფლება ცუდად იყენებს ამას. თუ ჩვენ ისეთ ვითარებას შევქმნით არჩევნებამდე, რომ არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ სააკაშვილი აგებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილი ვეღარ გარისკავს და ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში. თუ ვითარება ისე იქნა, რომ დანაწევრებული, გაურკვეველი, ერთმანეთზე მოკიდებული ვიქნებით საზოგადოებაში, იმედი რო გაჩნდა ამ ბოლო დროს, ამ იმედის ფეხზე დაყენება მოხდება, მუხტის აწევა მოხდება, გაიშლება მუშაობა, მე გარწმუნებ თქვენ, რომ სააკაშვილი წავა ხელისუფლებიდან. ის პოლიტიკური ცხოველია, ის შეიძლება გიჟი იყოს, მაგრამ სულელი არ არის და გიჟსა და სულელს შორის არის დიდი განსხვავება. და ის იფიქრებს, რა თქმა უნდა, ქვეყანაზე არ იფიქრებს, ის იფიქრებს საკუთარ მომავალზე. ეს გარკვეულწილად გარანტიაც არის მისთვის, თუ ის წესიერად მოიქცევა, მას ექნება საშუალება ალბათ. არ ვიცი, ახლა ჩვენ როგორ გავაგრძელებთ ამას და ქართული მართლმსაჯულება როგორ მოიქცევა სააკაშვილის შემდეგ, მაგრამ მას შეიძლება კონდეს იმის იმედი, რომ იმან საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელოს მუშაობა და მოშორდეს ქართულ პოლიტიკას. ეს ასე არის.
მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს თუ ჩვენ არ გავინძერეთ. ჩვენ თუ ისე ვიქენეთ, აი მაპატიეთ და საწყენად არ პარაზიტული აზროვნებიდან თუ არ გამოვედით, რომ ან რუსეთი გვიშველის, ან ამერიკა გვიშველის, ან ჩინეთ მოგვაჭამოს, ან ევროპა მოგხვდოს. ეს არის თავარი ჩვენი მტერი. გადაბარება სხვა რასიზმს. რასიზმს ჩემი მეზობელი, რასიზმს ჩემი მეგობარი. რასიზმს ოპოზიცია, რასიზმს ივანიშვილი, რასიზმს ბურჯანაძე, რასიზმს ანიკიძე, რასიზმს ესა რა ქვია, ასე შემდეგ სხვადასხვა, ხო? მე რა ვშვები, პირადად მე რა ვშვები. არ მომწონს, თავარი ამოცანა იქნება ჩვენი რომ საპროტესტო ამომრჩეველი იმედიანად მივიდეს საარჩევნო ყუთას. სხვა გამოსავალი არ არის. აი გუბას ჩემი აზრით ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ოპოზიციის, გინდაც ვთქვათ, ქართული ოცნების ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციური ერთიანობის კოალიციის, გინდაც სხვა ოპოზიციური ძალების, რომლებიც არ შემოდიან, მაგრამ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ალბათ იქნება ზუსტად არჩევნების პროცესისადმი ნდობის დაბრუნება ყველაზე უფრო რთული, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო 8 წელი მანამდე სულ გვესმოდა რომ არჩევნები ყალბდება, მაინც გააყალბებენ, მაინც დაწერენ იმ შედეგს, რომელიც ხელისუფლებას უნდა, მაინც არაფერი არ გამოვა, ამდენი ტარისული. ანუ ძალიან ბევრი თავის გასასამართლებელი რჩება იმ ამორჩეველს, რომელიც სახში დარჩება არჩევნების დღეს და არ თავის შიშები უნდა გაამართლოს. რა თქმა უნდა, და მოძებნოს მიზეზი, რატომ არ მივიდეს არჩევნებზე. არც ერთი არ მომწონს. ხა იმ ხელა სპექტრია, დღესაც იძახო რომ მე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მომწონს. ნუ ცოტა გაუგებარია, მაშინ ვინ მოგწონს? ნუ ეხა ობამა, მაინც და მაინც არ ვიცი. ანუ როგორ შეიძლება თქვენ დაარწმუნოთ ამორჩეველი, რომ მისი ის ერთი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებელია გადამწყვეტიც კი იყოს, იმიტომ რომ დღემდე ხარ ცოტა ხნის წინ გამოკითხვა იყო ჩვენს რადიოში. ისევ ასახელები რა უნდა ჩათ? უნდა იყოს სიებზე ლაპარაკი, რომ აი უნდა მოწესრიგდეს სიები, რომ ნაციონალები მაინც ზეწოლას ახდენენ, რომ იქ რაღაცა არ ვიცი, აღწერა ბევრ მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ვერ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები. როგორ დაარწმუნებს თქვენ ამორჩეველს, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია? ერთადერთი გამოსავალი აქ არჩევნები როგორ ყალბდება, ხო? ყველაზე აპრობირებული მეთოდი ეს არის. პირველ ნიჰილიზმი, რომ მაინც თავისას იზამს. ტერორი დაშინება, რომ აი შე რომ ახლა სხვათა შორის რა ხმებს ავრცელებენ ხალხში. რომ აი შე რომ მიხვალ იქ უბანში, მე შენ გადაგიღებ და დავინახავ რა შემოხასა. ამიტომ ხო, მაგრამ ჯერათ ადამიანების დიდ მასას ეს ჯერა. შიშს ხო თვალები არ აქვს, იბრმავია შიში, ხო? აი ძალიან ბევრი რამოდენიმე მათაგანზე საუბარი მე დამჭირდა დაახლოებით 1 საათი მაინც რომ დამერწმუნებია რომ ნუ გეშინია იქ ვერავინ ვერ გადაგიღებს ვერაფერს. აი ისეთ პრიმიტიულ დონეზე დავდივართ ხანდახან, ხო, რომ აი მარტივი ჭეშმარიტებები რომ იქ ვერ გადაგიღებენ შენ, ვერანაირად. მარტო რჩები და ვერ გადაგიღებენ. არავინ არ იცის. ამიტომ თავარი გაყალბების მექანიზმი ხელისუფლების იქნება ზუსტად ეს, რა თქვენ ბრძანეთ რა, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს, მაინც გააყალბებს, მაინც დაუჭერენ ამერიკელები მხარს, მაინც ამას იზამს, მაინც ვერც ვერაფერს ვერ იზამს. სააკაშვილი კი არ არის ძლიერი, ჩვენა ვართ სუსტები და ცოტა ეჭვიანებიც ავართ, ხო? ერთადერთი გამოსავალი, მე სხვა რეცეპტი არ ვიცი, უკეთესი. ერთადერთი გამოსავალი არის ადამიანები, ვისაც არ მოწონს ეს რაც ხდება. ვისაც მოწონს, შეუძლია ნაცებს მიწეს ხმა. აქ მარტივადაა საქმე, ხო? მაგრამ ვისაც არ მოწონს, ის იმ დღეს უნდა ადგეს და მივიდეს და როცა მივა იმ საარჩევნო უბანში, მერე მისი ხმა აღარ იქნება გამოყენებული უკვე გაყალბების სასარგებლოდ. მასობრივი გამოსვლა იმ დღეს საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ერთადერთი გარანტია. სხვა გარანტიას ვერავინ ვერ მოიფიქრებს და ვერც ვერავინ ვერ დადებს. ახლა რაც შეეხება სიების დადგენას. სამწუხაროდ მე ერთი რამე უნდა გავიხსენო, ხო, იყო რვიანის ფორმატი, იყო 6-იანის ფორმატი. გარკვეულწილად წარუმატებლობა განსაზღვრა ზუსტად ამან. რომ იმის მაგივრად მე არაერთგზის თქვენთანაც მისაუბრე ამ თემას, იმის მაგივრად რომ მთელი საზოგადოება დამდგარიყო ამის მხარდასაჭერად, რომ საარჩევნო გარემო ბომბარდირება მიდიოდა, არაფერი არ გამოვა, გასუსული, გატრონული ტუჩებს ილოკავდა სააკაშვილი, ასეთი განცხადება.
აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთებოდა იგივე საზოგადოების მხრიდან, საზოგადოების წევრების მხრიდან, რომ არაფერი არ გამოგივათ, ხო იცით, შეძახილმა სხვათა შორის ვიანის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო, ის ორი სუბიექტი, როცა გავიდა, მათი არგუმენტი იყო ამაში, რომ ჩვენ ეს ხალხი მაინც არ დაგვიჭერს მხარს ამ ბრძოლაში, ვერ ავამოქმედებთ ამას, ვერ ავწევთ ამ თემას, ამიტომ ცნობილი ფორმულა ძროხა გვინდოდა და ქათამი მოგწეს და მივიღე, ეს იყო იმისი წახალისება, ასეთი განწყობები. რომ არაფერი არ გამოვა, თუ არაფერი არ გამოვა, ზოგიერთებმა ჩათვალეს, მაშინ ქათამი გამოვართვა რა. ახლა ქათამი ყველას ვერ აპურებს ხოლმე. ხო, ინდივიდუალური ის არის, რა ქვია, კერძი ქათამი. ყველა ასე ჩაითვალა მაშინ, ამიტომ მათი არგუმენტაცია ეს იყო, რომ მაინც არ უნდა ამ ხალხს, მაინც ვერ ვაგებიებთ, ხო, მაინც ვერ ავიყოლიეთ ჩვენ ამას და ამიტომ მოდი რა, რასაც გვაძლევს გამოგვიგდო, მოდი ის გამოვართვათ რა. გარკვეულწილად ამან განსაზღვრა, თქვათ, ასეთ ვითარება, მაგრამ ახლა იმის შემდეგ ვითარება შეცვლილია, ხო? ვითარება გამოიცვალა იმითი, რომ იგივე ივანიშვილის გამოჩენამ ძალიან სერიოზული ტექტონიკა შემოიტანა. რა თქმა უნდა, იმიტომ ჭაობში ვიყავით ჩვენ ფაქტიურად აბსოლუტურად დისკრედიტირებული ოპოზიცია. ამაში ლომისწილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მიუძღოდა და ასევე ლომისწილი ჩვენმა ახლო მხედველობამაც განსაზღვრა. ჩვენ ძალიან მოკლე ნაბიჯებით მივდიოთ. ყველას გულისხმობ, მე ახლა არ ვარჩევ ყანდა მართალი ვინ იყო, ამისი დრო აღარ არის უკვე, ხო? ახლა სხვა ვითარება გვაქვს, მომგების სუბიექტი, ან სუბიექტები შეიძლება გაჩნდნენ, ხო? ანუ პირწმინდად შეიძლება საპროტესტო ხმების წართმევა უკვე ხელისუფლებაზე. ოღონდ ამას ისე ვიმეორებ. ამას სჭირდება ოპტიმიზმი. ამას სჭირდება მუხტის აწევა, განწყობა და ადამიანები ჩვენ მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ცვლილებები არის შესაძლებელი. და გუბაც როდის იქნება საუბარი იმაზე კონკრეტულად რა ცვლილებებს სთავაზობთ, იმიტომ რომ მე მესმის რომ საზოგადოებაში არის რაღაცა ნაწილი, რომლისთვისაც ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და ეს მისთვის ამის იქით არ იყურებიან, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საინტერესოა სააკაშვილი რო წავა, ვინც მოვა, ის რას აპირებს და მის ცხოვრებას როგორ შეცვლის. იქნება ამაზე, ანუ როდის დაიწყება ამ თემაზე კონკრეტული საუბარი? რა თქმა უნდა, გაშლა იქნება ამ თემატიკის, ახლა გარკვეული პერიოდი დასჭირდა იგივე ამ გაერთიანების ჩამოყალიბებას. მთავარი და უმთავრესი იყო თვითონ ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება. იცით ალბათ თქვენ რომ 15-ში იქნება პრეზენტაცია უკვე მისი კონკრეტული საინიციატივო ჯგუფის. ამას გარკვეულწილად დროც სჭირდებოდა, ახლა ბევრი გვეკითხება ფორუმი რატო არ ჩანდა. მთავარი მიზეზი იყო ესა, რომ ჩვენი პარტნიორი, რომელიც შესაძლებელი პარტნიორი, რომელიც შეიძლება ყოლოდა, ჩვენ უბრალოდ უნდა გვცოდნოდა, თქვათ, როგორი კონფიგურაციით და როგორი ადამიანებით, თქვათ, აპირებდა ის ამ საქმეში შემოსვლას, ხო? მთავარი სამუშაოები ამ მიმართულებით ივანიშვილის გუნდში გაკეთებულია. მე არ მაქვს უფლება ახლა დაგისახელოთ იმ ადამიანების სახელმწიფოები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არის ღირსეული ადამიანები და გარწმუნებთ იმაშიც, რომ ვერაფერს ვერ გამოუქეკავენ ნაცები. ნუ გაზპრომთან ამე კავშირს მაინც გამოუცემენ. ვერც გაზპრომთან და ვერც ათაფლიასთან, ანუ დინოზავრებთან. რასაც ძალიან ხშირად აპელირებენ, რომ აი დინოზავრები არიან, გუშინდელი გუშინწინდელი. მუმია. ვერაფერს ვერ იზამენ, ხო. და ამის შემდეგ ჩვენ ახალი წევრები ვართ ამ გაერთიანების. მოგეხსენებათ, არ არის დასამალო ფორუმს, სერიოზული სტრუქტურები აქვს თბილისშიც და რეგიონებშიც აუცილებელი არის ინტეგრირება. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემები შეიძლება არ იქნება ეს პროცესი. არ ამგონია, იმიტომ რომ ჯერტი პასუხისმგებლობაც გვესმის ყველა სუბიექტს, აქ რაზე არის საუბარი, აქ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანაზე და ახლა ბავშვებიც არა ვართ ხო და ძალიან ბევრი მარცხი განვიცადეთ და ახლა მარცხი არის კარგი მასწავლებელი ხო საერთოდ ყოველთვის. არ ამგონია მე რაიმე პრობლემები იყოს, არ არის ამის წინაპირობები, პირიქით ერთმანეთს შეავსებს ეს ყველაფერი ერთმანეთს.
იქნება ფუნქციონალური გადანაწილება, ყველას ეცოდინება თავის საქმე. ვინაც აკეთებ და პასუხისმგებელი რაზეა. რა თქმა უნდა. ჩtildeვანი კაბინეტის შექმნას თუ აპირებთ, ასე ვთქვათ. არ არის ამაზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ არასერიოზული იქნება ახლა ამაზე საუბარი და ზედმეტი ენერგიის დახარჯვები არის ამაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მოგებას. მე იმასაც გეტყვით, რომ არც კოტებზე არის საუბარი და არც ყოფილა ამაზე, იმიტომ რომ ესეც არ არის მთავარი პრობლემა. რამდენჯერაც ეს გახდა მთავარი პრობლემა, იმდენჯერ არ გამოგვივიდა. ჩვენ ყველანი დიდი და მცირე დაინტერესებული უნდა ვიყოთ გამარჯვებაში. გამარჯვების შემდეგ თუ გამარჯვება იქნება და აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ კარგი მასალაა ამისთვის, კარგი წინაპირობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. სამუშაოდ. არა, გარანტირებული არ არის. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ საქმე გვაქვს ვერაგ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ყველაფერს კისრულობს. ქუთაისში ეძახიან ასეთებს ყოლიფერჩიკებს. ხო და ყველაფერს რო კისრულობენ, ხო? ამიტომ ნაცებს აქვთ რა ორგანიზება პლუს უზნეობა. ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ, ორგანიზება პლუს ზნეობა. ოღონდ ორგანიზება აუცილებლად. რამდენად ერთიანი გახდება ის კოალიცია, ანუ მე თქვენ ბრძანეთ რომ შეცდომებზე სწავლობთ ხოლმე და ეს კარგია, რომ საკუთარ შეცდომების გაანალიზების სურვილი აქვთ ხოლმე ადამიანებს. 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, ბევრი საუბარი იყო, რომ თქვა გადაწყვეტილებების მიღება იყო გართულებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პარტია და ადამიანი იყო აიმ. ამჯერად მაინც თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ შემდეგ ისევ არ მოვისმინოთ ჩვენ, რომ აი ჩვენ სხვა იდეა გქონდა და მე რაღაც არ გამოვიდა და ვერ მივაღწევთ კონსენსუსს. რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ ამჯერად გამართულად იმუშაოს კოალიცია? ქალბატონ თამარ, ამის მთავარი საძინდარი არის საერთო ინტერესი. მე გეტყვით ახლა, რატომ ვამბობ ამას. მაშინ როცა დიდი კოალიციები იყო, იგივე ეროვნული საბჭო 9 აპრილის კომიტეტი, ხო? საერთო ინტერესი არ იყო იქ. ჯერ საერთო ინტერესიც არ იყო და მე საერთო მიზანიც არ იყო, კონკრეტული მიზანი, ანუ შედეგზე ორიენტირებული არ ვიყავით. რას გულისხმობ მე ამაში? მრავალ სუბიექტიანი გაერთიანებები არ ამართლებს ხოლმე, ხო? ზოგი დიდი გაერთიანება, ზოგი მცირე გაერთიანება, ძალიან ბევრი სუბიექტი იყო, ერთგან იყო 12 სუბიექტი, მეორეგან 11. ძალიან რთულია. 12 და 11 სუბიექტში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს როცა საერთო ინტერესი არ არის, ხო? ესეც პრობლემა იყო, მე რატო ვთქვი შედეგზე ორიენტირებული. შედეგზე ორიენტირებული, არ ვიცოდით შედეგს ჩვენ რას დავარქმევთ. მე მაგალითად მიმაჩნდა და ეროვნულ ფორუმსაც მიაჩნდა, რომ 9 აპრილის აქციებს შეეძლო თუ საპრეზიდენტო არა, რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოგვეტანა ჩვენ. ხუთაშორის ამაზე წამომსვლელები იყვნენ ისინი, მაგრამ არათვისმართველობის არ საპრეზიდენტო, საპარლამენტო. დიახ, გასწორებული საარჩევნო სისტემით. ხო და აბსოლუტურად გადახალისებული ცესკოს შემადგენლობით, ხო, მაგრამ ესეც კი არ ითქვა, იმიტომ რომ იქ ესლამის ღალატის ტოლფასაც შეიძლება ჩათვლილი. ანუ მაქსიმუმს ითხოვდნენ საპრეზიდენტოს. ხო. ეს პოლიტიკის ქრესტომატი არის. უნდა იცოდე მინიმუმი რა გინდა და უნდა იცოდე მაქსიმუმი რა გინდა. და შვალედი რა შეიძლება გამოიყვანო, ხო? ეს არ გქონდა ჩვენ შეთანხმებული ერთმანეთთან. ჩვენ არ ვიყავით ისე ინტეგრირებული ერთმანეთთან, როგორც საჭირო იყო. დღეს აი თუნდაც ეს დროში თითქოს და რო იწელება, ხო? რაღაცები მეხუთე თვეა უკვე, ხო? ეს არ არის რაღაცა დაბნეულობის ბრალი, ეს არის ინტეგრაციის ყველა წვრილმანის შეთანხმების აუცილებელი პერიოდია და ამას იძლეოდა ზამთარიც და ახალი წლებიც. ხა იგივე ჩვენი და თქვა ბლოკის ურთიერთობა, ხო? ახლა ბევრი თვლის რომ ჩვენ დავიკარგეთ სახში ვიჯექთ არავითარ შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გქონდა, მაგრამ ურთიერთობები გქონდა, ურთიერთწინადობების გაცვლაც იყო და რაც მთავარი არის, არ ხდებოდა ამისი გამოტანა საჯაროდ, იმიტომ რომ არის საკითხები, რომლის საჯაროდ გამოტანა არ არის მომგებიანი. ხოჭი ძალიან უცნაურია. ძალიან ბევრი ჭორები ვრცელდება. არ გამოდის, ხო, ჭორი კი ვრცელდება და რაღაცა ვიღაცა ღამე რაღაც დაეცემა, მაგრამ რეალური ინფორმაცია ნაკლები გამოდის. ორივე მხარემ სხვათა შორის ეს დაფარულობა დავიცავით და საკმაოდ წარმატებითაც
ვერც ივანიშვილისგან და სხვა ჩვენი პარტნიორებისგან გაიგეს სიმართლე ავის მსურველებმა და ვერც ჩვენგან ვერ გაიგეს, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ დავხურათ ჩვენი თქვათ ურთიერთობა პრესასთან, იმიტომ რომ არ არსებობს ახლა შეიძლება თქვენს ნაწყენით იყოთ ამისთვის, მაგრამ გესმით თქვენ მაინც მე რასაც გეუბნებით. რა არის, იცით, არაეთიკური ახლა ჟურნალისტი როცა რაღაცას გეკითხება და არ ვიცი ნახოთ როგორ იქნება, ეს უფრო ცუდია, ხო? როცა ასეთ შეკითხვებზე როდის დადგება საჯარო პოლიტიკის, ანუ დადგა უკვე მას შემდეგ რაც ჩათვალეთ რომ აი 15-დან უკვე გარკვეულწილად ახალ სტადიაში შევალთ ჩვენ 15 თებერვლიდან, იმიტომ რომ უკვე თვითონ თავარი ფიგურანტები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიის ფიგურანტები უკვე პრეზენტაცია ოფიციალური მოხდება მათი და შემდეგ ხორცს შეისხამს ეს ახლა პარალელურად მიმდინარეობს შიდა გაერთიანების თქვათ სამუშაოები. ესეც არაა საინტერესო ახლა ჩვენი მოსახლეობისთვის როგორ ხდება თქვათ შეჯერება, შეჯვარება ჩვენი ორგანიზაციების, ხო? ეს არის რუტინული სამუშაო, აუცილებელი სამუშაო და ის პირველი პირობა რაც მოგითხარით რომ ნაცებს აქვთ ორგანიზებულობა და უზნეობა ჩვენ ზნეობრივ უპირატესობა უნდა გქონდეს აუცილებლად შენარჩუნებული, მაგრამ აუცილებლად ორგანიზებულები უნდა ვიყოთ ჩვენ. სხვათა შორის ფორუმს როცა ვქმნიდით თავის დროზე, თავარი პრიორიტეტი ჩვენთვის იყო ესა, რომ ჩვენ შეგვექმნა ძლიერი ორგანიზებული პარტია, რომელიც აუცილებლად ქვეყნისთვის ასაკეთოთ უნდა გამოყენებულიყო. მე ვფიქრობ, რომ ავად თუ კარგად ჩვენ ამას გავართვით თავი მიუხედავად დიდი წნეხებისა, დიდი რეპრესიებისა, დაშინებისა, უფულობისა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამიტომ ფორუმი მთელი თავისი არსით და მთელი თავისი საქმიანობით აპირებს ამაში პატიოსნად მონაწილეობა მიიღოს. სხვათა შორის ცნობილია პოლიტოლოგიიდან, რომ როგორც წესი ვიღაცის საწინააღმდეგოდ გაერთიანება, როგორც წესი არ ამართლებს ხოლმე, მაგრამ რაღაცისთვის გაერთიანება ყოველთვის წარმატებით სრულდება ხოლმე. ანუ კიდევ ერთხელ თქვენ ერთიანდებით არა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრება, ქვეყნის პერსპექტივა უფრო უკეთესი გახდეს. ასეა თუ თამარ ორივე არის. მე ვერ დავეთანხმები იმ πολიტოლოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანებას აზრი არ აქვს. პირიქით, ეს ძალიან სერიოზული მოტივაცია არის, როცა ვიღაცის წინააღმდეგ ერთობა დგება, მაგრამ ეს არასაკმარისია ამაში გეთანხმებით. რისთვის ერთიანდები, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ამას კი ესაა გადამწყვეტი. რა გაქვს ზეამოცანა? ზეამოცანა ახლა ხო არის დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ჩვენ არც იქეთა ვართ, არც აქეთ არა ვართ. გაგვჭხირა სააკაშვილმა, რაღაცა ჩიხში შეაგდო ქვეყანა, ხო? და გაჭხერილები ვართ ჩვენ. არც იქეთა ვართ, არც აქეთა ვართ. თქვათ იმას რომ დაარქვა, რომ აი დიქტატურა აღია და ესა რაღაცა ანტურაჟი. ეს იცის გადასარევად ახლა საგარეო პიარი მან იცის, თუმცა გარეთ უკვე იმდენად მოსაწყენი გახდა მისი ეს ერთგვაროვანია, სხვათა შორის მრავალფეროვანი არ არის, რომ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ უკვე მათ ამ მიმართულებით, ხო? ზეამოცანა რა არის? პირველი ორსტადიანი იყო ჩვენი ქვეყნის საკითხი. პირველი დამოუკიდებლობის მოპოვება, ეს მიღწეულია ძალიან მძიმედ, დიდი სისხლის ფასად, მაგრამ მიღწეულია ჩვენ საერთაშორისო სუბიექტი ვართ. და მივეჩვიეთ ჩვენ ამას, თორემ მთელი თაობები გახმნენ ამის ოცნებაში, ხო? ილია ჭავჭავაძე ავტონომიაზე ოცნებობდა. და მეორე, ეს არის თავისუფალი ქართული საზოგადოება, რომელიც ასევე ზეამოცანაა და აუცილებელი ატრიბუტია იმის. რა გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობა თუ აქ თავისუფალი ხალხი არ ცხოვრობს? კონძიმ ხალხსაც უნდა უნდოდეს თავისუფლება, ეს არის. უნდა უნდოდეს და მე მიუხედავად ყველაფრისა, ბევრი გადახრებისა, ბევრი იმედგაცრუებისა მაინც მებრძოლი და შეუპოვარი ხალხი არიან ქართველები. მე გავკვირო, მოდი სხვანაირად შევხედოთ, ხო? მაინც არ ვჩერდებით. და ჩვენი გაჩერება არის ძალიან რთული და ეს ჩვენი ეროვნული ხასიათია და ამან მოგვათრია დღემდე ჩემო თამარ სხვათა შორის, რომ დღეს ერი და ხალხი ვარ და ნაცია ვართ. მე ამის იმედი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა გუბა სანიკიძე, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი იყო დღეს დიალოგების სტუმარი. ჩვენ რეკლამა გველოდება, რეკლამის შემდეგ ზვიად ქორიძე იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი.